დინარაძის ხელფასი სუსში 15,945 ლარამდე გაიზარდა, ახალი დადგენილება 4 თებერვლით თარიღდება. კობახიძის ხელმოწერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასები დაახლოებით 1 თვის წინაც გაიზარდა. ჯამში დინარაძის ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით 2110 ლარით არის მომატებული. მაქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ეხება რამდენიმე უწყებას, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურს. მონაწილეობენ კლანის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მასალების გასაჯაროებას აანონსებს. ის ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ჩანაწერები რეაგირების გარეშე დარჩება, ამიტომ მას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ალავიძის თქმით, სასამართლოსა და პროკურატურას ივანიშვილი შუამავლების დახმარებით მართავს. მოლაპარაკებების პარალელურად შევახსენებთ ირანის რეჟიმს, რომ პრეზიდენტ ტრამპს დიპლომატიის გარდა მრავალი ვარიანტი აქვს, აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი. ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ომანში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ამერიკის სამხრეთ სარდლობამ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდი გემი გაანადგურა, ლიკვიდირებულია 2 ნარკოტერორისტი. გემი ნარკოტრეფიკინგის მარშრუტებით მოძრაობდა და კარტელური ოპერაციებით იყო დაკავებული. უკრაინელებმა რუსეთში ბელგოროდის თბოელექტროსადგურს შეუტიეს, რამდენიმე რაიონში გათიშულია ელექტროენერგია, გათბობა და წყალი. სარაკეტო იერიშების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.